ევროპაში უპრობლემოდ შესასვლელად ქართული ოცნების წარმომადგენლებს ერთი კვირა რჩებათ. ამ დროში უნდა მოასწრონ ევროკავშირის ქვეყნებში მგზავრობა ოფიციალური თუ პირადი მიზნით. უკვე თებერვლიდან კი ამისთვის ვიზის რიგში დგომა მოუწევთ. ჩემი საქართველო აქარი ასეთი 100-მდე ადამიანია, ანუ პირები, ვინც დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებს ფლობენ. მათ შორის არის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე ცოლებით, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, არალეგიტიმური პარლამენტის წევრები, ეგრეთ წოდებული მინისტრები, სუსის უფროსი და მისი მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ცესკოს თავმჯდომარე და კიდევ ათეულობით სახელმწიფო უწყების წარმომადგენელი. ევროკომისიამ ეს ადამიანები 3 კატეგორიაში გააერთიანა. უვიზო მიმოსვლა შეუჩერდებათ. საქართველოს ოფიციალური დელეგაციების წევრებს, რომლებმაც ოფიციალური მიწვევის შესაბამისად მონაწილეობა უნდა მიიღონ ოფიციალურ შეხვედრებში, კონსულტაციებში, მოლაპარაკებასა თუ გაცვლით პროგრამებში, ასევე ღონისძიებებში, რომლებიც გაიმართება რომელიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მთავრობათაშორისი ორგანიზაციების მიერ. საქართველოს ეროვნული და რეგიონული მთავრობებისა და პარლამენტის წევრებს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წევრებს. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ დიპლომატიურ პასპორტებს. ამ ინიციატივას უკვე დაეთანხმდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები. გადაწყვეტილება ოფიციალურად დადასტურდება ორშაბათს, საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომაზე, სადაც ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. ამის შემდეგ შენგენში უვიზოდ ვეღარ შევლენ ოცნების მთავრობის წარმომადგენლები, რომლებსაც ევროკავშირში ვიზიტები ისედაც აღარ აქვთ, რადგან ევროპამ მათთან ოფიციალური კავშირებით შეზღუდა და სამთავრობო დაფინანსებად შეუჩერა. უვიზოდ ისე თავისუფლად ვეღარ იმოგზაურებთ, როგორც ჩვეულებრივი ქართველი მოქალაქე იმოგზაურებს. 1. ამასაც უნდა ემატება რეპუტაციული ზიანი, 2 და 3. როცა დიპლომატიური პასპორტები საქართველოს გასცა, ეს სიები გადაეცა ევროკავშირის შენგენის სისტემას და ეს ყველაფერი იყო პირადი ნომრებით იყო გადაცემული ამ ადამიანების კოორდინატები, ამიტომ მასე რაღაც ამისი თავიდან არიდება ძნელი იქნება. ჩამოყალიბდება ესე იგი სპეციალური მითითებები წევრი ქვეყნების შესაბამისი სამსახურებისადმი ევროკომისიისგან, რომლებმაც ამ მითითებების მიხედვით უნდა იხელმძღვანელო, როდესაც მოითხოვენ ამ კატეგორიის, პრივილეგირებული ქართველებისადმი ვიზის წარმოდგენას, თუ არა და არ შეუშვებენ ტერიტორიაზე. ინიციატივა ევროკომისიამ დეკემბერში წამოაყენა და მიზეზები თავისსავე დოკუმენტში მკაფიოდ და მკაცრი ტონით განმარტა. ლაპარაკია კანონებზე, რომლებიც ძირს უთხრიან ადამიანის ფუნდამენტურ პრინციპებს. ასევე ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების გადაწყვეტილებაზე, პროტესტის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალისა და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებაზე, ასევე დემონსტრანტების დაკავებებსა და არასათანადო მოპყრობაზე პროტესტის მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ. თავარი საშინაო დავალება სინამდვილეში არის ჩვენი გასაკეთებელი ქართველი ხალხის შესასრულებელი, რომ გავაკეთოთ არჩევანი. გვინდა რომ აი ესეთი ხელისუფლება გვყავდეს, რომლებიც მართლაც მხოლოდ ჩელიაბინსკში და აღმოსავლეთის მიმართულებით ივლიან, თუ გვინდა დემოკრატიული, პროევროპული ახალი მთავრობა და ხელისუფლება. მიუხედავად ივანიშვილის რეჟიმის ბიჭების ქილიკისა დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, მათ ბოლომდე არ ჯეროდათ რომ ეს მოხდებოდა, ეს მოხდა. რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს, რომ დღეს თავარი დიპლომატი ევროპისკენ და ევროკავშირის წევრებისკენ არის ქართველი ხალხი, უბრალოდ წითელი პასპორტი. ოპოზიციისთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. ელიან, რომ ევროკავშირი ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ოლიგარქ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებამდეც მივა. სავიზო შეზღუდვები ცალკეულ ქვეყნებს უკვე დაწესებული აქვთ, რაც შესაძლოა სხვა ქვეყნებმაც გაიზიარონ და კიდევ უფრო გააფართოვონ. ბევრისთვის შეიძლება ეს იყოს ცოტა და უფრო მეც უნდა მოვალოდეთ, მაგრამ ჩვენ ვიცით ევროკავშირის ბიუროკრატია, ჩვენ ვიცით როგორ რთული არის, როდესაც მათ უწევთ გადაწყვეტილება მიიღონ ერთობლივად, ამიტომ აქაც იპოვეს გამოსავალი ევროკავშირის სახელმწიფოებიდან და ინდივიდუალური სანქციები წევრი სახელმწიფოებიდან დაედებათ ქართული ოცნებას და მათ ბიზნესებს. ევროკავშირიდან მოლოდინი მაქვს, პირადად მე რომ ბევრად უფრო მკაცრი და ხისტი უნდა იყოს ინსტიტუციები, ევროპული ინსტიტუციები ქართულ ოცნებას რეჟიმთან მიმართებაში და ბევრად უფრო თამამი ცვლილება უნდა გააკეთოს.
კრიზისიდან მთავარ გამოსავლად კვლავ რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები სახელდება. არჩევნების ჩატარების იდეა უკვე ბლოკის აღმასრულებელი ორგანოდანაც გაისმა. ამისი აუცილებლობა ევროპარლამენტში დებატებისას შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმაც დაადასტურა.